ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის აღარასდროს აღდგება გამოძალვის კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. წერს სოციალურ ქსელში ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტის მიერ ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა დღეს თბილისის დროით დილის 4 საათზე იწურება. თუ ხვალამდე ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ტრამპი თეირანს ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრება. მოქალაქეებს შესაძლოა სესხები გაუძვირდეთ მიზეზი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რასაც ეროვნული ბანკი განიხილავს. ინფლაციის შესაკავებლად მოქალაქეებს კრედიტის პროცენტი გაეზრდებათ, რომ მიმოქცევაში ნაკლები ფული იყოს. ნათია თურნავა ქვეყანაში ინფლაციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით ხსნის. ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს მამუკა შუბითიძეს იგივე კახეტინსკის დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით საქართველოში ჯამში 44 ადამიანი დააკავეს. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს 6 პირს. უწყების ცნობით შუბითიძე მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს. 17 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ ამ უწყებებს შორის არიან მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციები, თავდაცვის სამინისტრო, სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამარტივებული შესყიდვების დროს სახელმწიფო ტენდერის გარეშე ერჩევს მიმწოდებელს, ამიტომ კორუფციის რისკი უფრო მაღალია.